აბა თუ იცი, რამდენი კონტინენტია დედამიწაზე? გამარჯობა, მე ანასტასია ვარ და თქვენ უყურებთ პატარა ჟირაფის არხს. რა არის კონტინენტი? კონტინენტები ჩვენი პლანეტის გიგანტური მიწის ნაწილებია. დედამიწაზე სულ 7 კონტინენტია. აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ავსტრალია და ანტარქტიდა. თუმცა გაგიზიარებთ ერთ საინტერესო ფაქტს. ზოგიერთი ქვეყანა თვლის, რომ კონტინენტების რაოდენობა 6-ია და არა 7, რადგან ევროპას და აზიას ერთ კონტინენტად აერთიანებენ და მას უწოდებენ ევრაზიას. აბა თუ იცი, რომელია ყველაზე დიდი კონტინენტი? A. ევროპა, B. აზია, G. აფრიკა, D. ავსტრალია. სწორი პასუხია აზიის კონტინენტი. ამ კონტინენტზე 4,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. საინტერესო ფაქტი. აზიის კონტინენტზე ცხოვრობს ძალიან საყვარელი ცხოველი პანდა. აბა თუ იცი, რომელია ყველაზე ცივი კონტინენტი? A. აფრიკა, B. ჩრდილოეთ ამერიკა, G. ანტარქტიდა, D. აზია. სწორი პასუხია ანტარქტიდა. ანტარქტიდაში ისე ცივა, რომ იქ ადამიანები არ ცხოვრობენ. მხოლოდ მეცნიერები ჩადიან პერიოდულად სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად. საინტერესო ფაქტი. ანტარქტიდაში ზაფხულშიც კი -20 გრადუსია და ალბათ იცოდით, რომ იქ პინგვინები ცხოვრობენ. ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც არც ერთი ქვეყანა არ არის. აბა თუ იცი, რომ კონტინენტზეა ყველაზე მეტი ქვეყანა? A. აფრიკა, B. აზია, G. ევროპა, D. სამხრეთ ამერიკა. სწორი პასუხია აფრიკა. აფრიკის კონტინენტზე 54 ქვეყანაა. აფრიკა ზომით მეორე კონტინენტია და იქ 1,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. საინტერესო ფაქტი. იცოდით, რომ მდინარე ნილოსი, რომელიც აფრიკაში მდებარეობს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარეა? აბა თუ იცი, რომ კონტინენტზე ცხოვრობს კენგურუ და კოალა? A. აზია, B. სამხრეთ ამერიკა, G. აფრიკა, D. ავსტრალია. სწორი პასუხია ავსტრალია. ავსტრალიის კონტინენტზე საოცარი ცხოველები ბინადრობენ, როგორიცაა კენგურო, კოალა, ვომბატი, იხნის კარტა, დინგო და სხვა. არც ერთი ეს ცხოველი სხვა კონტინენტებზე არ ბინადრობს. ავსტრალია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად კონტინენტიც არის და ქვეყანაც. ავსტრალია ყველაზე პატარა კონტინენტია. იცოდი, რომ ავსტრალიაში წელიწადის დროები უკუღმა არის. ანუ როცა ჩვენთან ზამთარია, იქ ზაფხულია. ანუ შობა ახალ წელს მზიან სანაპიროზე ატარებენ. სახალისო ფაქტი. იცოდით, რომ ავსტრალიაში
ადამიანებზე მეტი ცხვარი ცხოვრობს. აბა თუ იცი, რომელ კონტინენტზეა ამაზონის ჯუნგლები? A. აზია. B. სამხრეთ ამერიკა. G. აფრიკა. D. ავსტრალია. სწორი პასუხია სამხრეთ ამერიკა. ამაზონის ჯუნგლები მსოფლიოს ფილტვებია, რადგან ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს. ჯუნგლებში კი ბევრი საოცარი ცხოველი ცხოვრობს. ერთ-ერთი უცნაური და ძალიან იშვიათი ცხოველი, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში ბინადრობს, ვარდისფერი დელფინია. საინტერესო ფაქტი: სამხრეთ ამერიკაში, პერუს მაღალ მთებში, ორი დიდი მთის შუაში იმალება ერთი საოცარი ადგილი – მაჩუ პიქჩუ. მაჩუ პიქჩუ იმდენად მაღლაა მთებში, რომ ღრუბლებშიც კი შეიძლება აღმოჩნდე. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ჩადის მის სანახავად. ზოგიერთს იქ შეიძლება ლამაც კი შეხვდეს. რომელ კონტინენტზე მდებარეობს ეიფელის კოშკი? A. აფრიკა. B. აზია. G. ევროპა. D. სამხრეთ ამერიკა. სწორი პასუხია ევროპა. ქალაქი პარიზი, რომელიც ევროპის კონტინენტზე მდებარეობს, ამ კონტინენტის ყველაზე პოპულარული ქალაქია. საინტერესო ფაქტი: იცოდით, რომ ეიფელის კოშკის აშენებას მხოლოდ 2 წელი და 2 თვე დასჭირდა? თავიდან პარიზელებს ეიფელის კოშკი არ მოეწონათ და მისი დანგრევაც კი უნდოდათ. დღეს კი ეიფელის კოშკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა და ყოველ წელს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ადის ეიფელის კოშკზე. საინტერესო ფაქტი: ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი, რომელმაც პეპი გრძელწინდა და სახურავის ბინადარი კარლსონი დაწერა, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, შვედეთიდან არის. აბა თუ იცი, სად მდებარეობს თავისუფლების ქანდაკება? A. ჩრდილოეთ ამერიკა. B. სამხრეთ ამერიკა. G. ევროპა. D. აზია. სწორი პასუხია ჩრდილოეთ ამერიკა. თავისუფლების ქანდაკება მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ნიუ-იორკში, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქში. იცოდით, რომ თავისუფლების ქანდაკება საფრანგეთმა აჩუქა ამერიკას? ეს იყო საჩუქარი მეგობრობის ნიშნად. ქანდაკება 93 მეტრია სიმაღლეში, რაც დაახლოებით იგივეა 20 ჟირაფი ერთმანეთს თავზე რომ დაასვა. სახელისო ფაქტი: მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე სახალისო
გასართობი პარკები სწორედ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეა და ძალიან ბევრი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმებიც სწორედ ამ კონტინენტზე შექმნეს. მოდი სანამ ჩვენი ვიდეო დამთავრდება, ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ყველა კონტინენტი, დიდიდან პატარამდე. მოდი დავიწყოთ ყველაზე დიდიდან. აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ავსტრალია და ანტარქტიდა. იმედია მოგეწონათ ჩვენი ახალი ვიდეო და ბევრი ახალი რამ ისწავლეთ კონტინენტებზე. თუ ჩვენი ვიდეო მოგეწონათ, დალაიქეთ და მეგობრებს გაუზიარეთ. მალე შევხვდებით. აბა თუ იცი, რომელ კონტინენტზე ცხოვრობენ კონტინენტები? იცოდი, რომ აზიაში საინტერესო იყო ჩვენი ახალი ვიდეო და